H3N2 ტიპის ვირუსი და პაციენტების მომატებული მიმართვიანობა ექიმ ივანე ჩხაიძის განცხადებით გაზრდილია ფილტვების ანთების შემთხვევებიც. მედიკოსის თქმით, იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქის სისტემის მწვავე დაავადებებით. ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ყველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა. ორნაწილად გაყოფილი ცხოვრება, დარბევამდე და შემდეგ დაზიანებული მხედველობა, დაბალი იმუნიტეტი, წონაში სწრაფი ტემპით კლება, კუნთებისა და სახსრების მუდმივი ტკივილი, უენერგიობა და შფოთი. საპროტესტო აქციების მონაწილე თორნიკე როინიშვილი დეტალურად იხსენებს, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დემონსტრანტი ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებას დღემდე ებრძვის. ის არ არის ერთადერთი, რომლის ჯანმრთელობაზეც ნოემბერ-დეკემბრის დარბევებმა შეუქცევადი გავლენა მოახდინა. ბელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა გაჩერებული ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა და გზაზე გადარბენაც ცდილობდა. წყვილმა კი დროული დამუხრუჭება ვერ შეძლო. დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ერთი ავარია რუსთავში, თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე Hyundai მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.